ტრადიციულად ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს საახალწლო ნობათი ურიგდებათ. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა გობეჯიშვილმა საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრი წყაროსა და წალკის დელეგატთან დავით შარაზადიშვილთან ერთად მოწყვლადი კატეგორიის, მათ შორის შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე 155 ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცა და დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა. შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს ამ ოჯახების ყოველდღიურ კვებას. დღეს ტრადიციულად შობა ახალი წელი მიულოცეთ და სასაჩუქრე ნობათები გადავეცით ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 155 ოჯახებს, რომელსაც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენი თანადგომა და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას საახალწლო განწყობა გქონდეთ და მინდა რომ თითოეულ მათგანს მიულოცო დამდეგი ახალი წელი, დამდეგი შობა, უსურვოთ ღეგრძელობა, ჯანმრთელობა, მშვიდობა, ხვავი და ბარაკა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მოწყვლად ოჯახებს წინა საახალწლოდ ნობათს გადასცემს. ეს ტრადიცია არც წელს დარღვეულა. წელს სასუსათო ნობათი 155 ოჯახმა მიიღო, მათ შორის 20 ოჯახი შინ მოვლით მოსარგებლეა. ჩვენთვის პრიორიტეტულია შეჭრებულ მოსახლეობაზე ზრუნვა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ მოქალაქეს დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცო. 2025 წელი ჯერა იქნება თითოეული ჩვენთაგანისთვის სიკეთის წარმატების, მშვიდობის, ხვავისა და ბარაკის მომტანი.